Am წუთებში ხმაურია ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც არიან ის ადამიანები შეკრებილი, რომლებიც დილიდან მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც 2 დღის წინ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, ასევე დააკავეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. Სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ლუკა ნაცლიშვილის სასამართლო პროცესი, მას 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხმაური იყო, ბუნებრივია, სასამართლო პროცესზეც მონა შეგრცხვეს რუსების ესეთი შეძახილებით გამოაცხადა დღეს მოუწია გამოცხადება მოსამართლეს ამ გადაწყვეტილების, როგორც ვითხარით, ხმაური იყო სასამართლოში. მურთიერთ გამომრიცხავი იყო დღეს პოლიციელების ჩვენები. პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთ საქმეზე არ ყოფილა მტკიცებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და ადამიანები პატიმრობაში გაუშვა 12 დღე, როგორც გითხარით. Kalbatonma Google-ი რო გამოვა. კოლეგა ვარ მისი. დამითხრას თუ უზდი ჩვენ უნივერსიტეტში დამნაშავე სტუდენტებს. და პოლიციელებსაც ვასწავლიდი. სახელები არ დამასახელებინო. ოროსნები იყვნენ. მაგრამ ვასწავლე მაინც. Polițielegi eżaħta zaħlebs, eżaħta Erti zami darbashi წესრიგი ძალიან გთხოვთ. ანუ თეატრში არ ახარ, სასამართლოს დომა არის. სიახლე გაძლებული ხარ, გაიყვანეთ დარბაზი. მიბრძანდით დღიან პატიმრობაში გაუშვა მოსამართლემ შუშანა მაცაბერიძე და გიორგი კაკალაძე. სხვა სასამართლო დარბაზში მიმდინარეობდა მათი სასამართლო პროცესი. ბუნებრივია, იქაც იყო ხმაური შეძახილები, არაფერი არ გაითვალისწინა მოსამართლემ. იმ მოსამართლემ, რომელსაც დღეს წინა რიგებში პოლიციელები ყავდა განთავსებული და ადამიანებს გულშემატკივრებს არ ჰქონდათ საშუალება იმისი, რომ დასწრებოდნენ სასამართლოს ხდომას. მონა დარბაზში ყოფნა სტირცვილი. რა დავაშავე, რომ შენ სპორტში ვიყავი და შენი საფრთხეები გავიგე. ანუ ეს ქალბატონის ბატონის მოსამართლეც უკვე განახორციელა, რომ გვანახარო არის მონა. მთელი პროცესი იყო საგიჟე, რომ ამტკიცებდი, რომ ირაკლი დგებულაძეს დაუძახე ნაბიჯვარი და მაბრალებდნენ სრულიად სხვა რაღაცას. 12 დღე და 10 დღე მოგვისაჯეს, არ ვიცით რის გამო, მაგრამ არაუშავს. დე მიყვარხარ ძალიან და არენერვიულო, არაფერი არა სანერვიულო, ვერანაირად ყველაფერს ვერ მომისჩიან, თავისუფალი ვარ ისედაც. დე მიყვარხარ ძალიან და არენერვიულო, ბოდი ჟიხტი ამ ყველაფერს. კადრში მინდა გაჩვენოთ რა ხდება ამ წუთებში. სამართალდამცავები გამოდიან სასამართლო დარბაზებიდან. თქვენ ხედავთ მათ როგორ აცილებენ. ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე
დემონსტრაციულად მოდიან. თქვენ ხედავდით როგორი რეაქცია ჰქონდათ პოლიციელების დანახვაზე ამ ადამიანებს ეს იყო ბუნებრივი რეაქცია და მთელი დღის განმავლობაში იმის ნაცვლად რომ მათ საშუალება ჰქონოდათ დასწრებოდნენ სასამართლოს ხდომებს პოლიციელები იყვნენ განთავსებული პოლიციელები იყო სავსე მიმდებარე პერიმეტრიც და შენობაც ასევე მინდა გითხრათ რომ გურამ მურვანიძეს ბათუმელების ოპერატორი 8 დღიან პატიმრობაში გაუშვა სულ ცოტა ხნის წინ მოსამართლე ირმა ტოგონძე მასთან ერთად ასევე 8 დღიან პატიმრობაში წავიდა ლევან ხორავა ადამიანი რომელიც 45 დღის განმავლობაში ისე იდგა აქციებზე რომ ერთი ცუდი სიტყვა მის არავის გაუგია მისგან თუმცა ეს გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე მიუხედავად იმისა რომ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ იყო და ვიდეო მასალაც ვერ წარმოადგინა ეს სამართალდამცავმა უწყებმა სადაც თუნდაც ერთი შეგინების ხმა რასაც ამტკიცებდა გომელაურის უწყება სადმე მაინც ისმოდა მტკიცებულებები არ გაქვთ. კადრები ერთი ვერ წარმოადგენილი იყო და რომელი ბათუმელების ოპერატორზე პირიქით ძალადეთ და კატაცილო პატიმრობაში გაუშვი. პოლიცია ლეონიძალავაზეც სადა დაკავებისას თქვენ მტკიცებულებები თქვენ არ გქონდათ მაგრამ ყველა ბავშვს ადამიანებს უშვებთ თავისუფალი სიტყვის გამო უშვებთ ის ორი მოწმეების წარმოადგენს აშკარად სრულ ინფორმაციას აწვდიდა სასამართლოს მეორე ის ვიდეო ჩანაწერი სადაც რაც წარმოადგენდა პირველ რიგში იყო დამონტაჟებული კადრები გადაბმული სხვადასხვა პერიოდის კონტექსტიდან ამოგლეჯილი რაც ჩემი დაცვის ქვეშ ყოფნის პირთან მიმართებაში წარმოადგენს ამ ნაწილში საერთოდ არ დასრულდებოდა სამართალდარღვევა და ხოლო ის კადრი ის ნაწილი როდესაც დაკავებულის გადაადგილებას წარმოაჩენენ ეს კადრები ადასტურებს წარმოდგენილი მოწმეების სიცრუეს და ასევე იმას რომ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი პირის მიმართ ძალადობდნენ ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვაქვს შესაბამისი მასალები რათა მიმართოთ შესაბამის ორგანოებს რათა გამოძიებული იქნეს პოლიციელთა მხრიდან როგორც ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი პირისგან მაქვს ინფორმაცია ერთადერთი მიზანი მისი დაკავების იყო ის რომ ყოველდღე ცხადდებოდა აქციაზე ჩვენ გავიმარჯვებთ 6 ადამიანის სასამართლო პროცესი იყო დღეს და 6-ვე მათგანის საქმეზე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ რომ არც ერთი მტკიცებულება პოლიციას არ წარმოუდგენია არასად არ ისმოდა ის შეურაცხყოფები რაზეც აპელირებდნენ სამართალდამცავი უწყებები და მე მინდა გაჩვენოთ ახლა კადრში რა ხდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიუხედავად რომ ძალიან წვიმს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს თავისუფლება მზია ამაღლობელს ძალიან ბევრი პლაკატი აქ ადამიანებს მოტანილი და აი ხედავთ ამ ადამიანებს რომლებიც არ იშლებიან მიუხედავად იმისა რომ დასრულდა სასამართლო პროცესები და ყველანი პატიმრობაში გაუშვეს ადამიანები მაინც აქ არიან საქართველოს ევროკავშირის დროშებით და არავინ დაშლას არ აპირებს ხედავდით როგორ გააცილეს პოლიციელები რომლებიც აი რამდენი არიან ახლაც მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლედ ესეთია ვითარება და მე აქვე გეტყვით რომ ხვალაც ბათუმის საქალაქო სასამართლო იქნება ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი რადგან ხვალ 12 ადამიანის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს და 12-ვეს განიხილავს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე კლანის მოსამართლე რომელიც მოსამართლების ქეიბზეც იყო და როგორც ჩვენთან საუბარში თქვა თურმე ყველაფერი ამ ქვეყანაში ძალიან კარგად არის